الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله واطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم وإذا قيل لهم لا تفسدوا في الأرض قالوا إنما نحن مصلحون ألا إنهم هم المفسدون ولكن لا يشعرون صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم بئس العبد عبد يختل الدنيا بالدين بئس العبد عبد هوى يضله صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო ისტორია და თანამედროვეობა გვასწავლის რომ საზოგადოების ერთიანობასა და თავისუფლებას ხშირად ემუქრება სხვადასხვა ძალის მზაკრული ზრახვები თუმცა ღვთის შეწევნით მორწმუნე საზოგადოება მუდამ ახერხებს ამ დაბრკოლების გადალახვას როდესაც საქმე ჩვენს ეროვნულ და სულიერ ღირებულებებს ეხება ასაკისა და სქესის მიუხედავად თითოეულ ჩვენგანს გვმართებს პასუხისგებლობის გაცნობიერება და ერთიანობა. მხოლოდ ურთიერთთანადგომით, გონიერებითა და სიმტკიცით შევძლებთ ჩვენი საერთო მომავლის დაცვას. ძვირფასო მორწმუნეებო, ჩვენ მორწმუნეებს მთელი გულით გვწამს შემდეგი აიათის სტაუზუ ბილლაჰ ლა ტაჰზან ინნალლაჰა მა'ანა. ნუ დამწუხრდები, უეჭველად ღმერთი ჩვენთანაა. ეს ღვთიური სიტყვები გვასწავლის რომ ჭეშმარიტების გზაზე შემდგომ ადამიანს არ უნდა დაეუფლოს შიში, სასოწარკვეთა და უიმედეობა. როდესაც საქმე ჭეშმარიტ ფასეულებსა და სულიერ სიწმინდეებს ეხება, მორწმუნე ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს უსამართლობის, სიცრუისა და ყოველგვარი მანკიერების წინააღმდეგ. მათ, ვინც საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, ადამიანებს შორის დობის შერყევას და ერთობის დარღვევას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მორწმუნეები ღვთისნებით ყოველთვის დავიცავთ საკუთარ სულიერ მთლიანობასა და საზოგადოებრივ ერთიანობას. ჩვენი სულიერი სიმტკიცე, ცხოვრებისეული გამოწვევებთან გამკლავების უნარი და სამართლიანობისთვის ბრძოლისას გამოუნელნი სიმამაცე არის გამჩენისადმი მორჩილების, გულში არსებული რწმენის და უზენაესი ფასეულობის გაცნობიერების შედეგი. ეს დიდი ჭეშმარიტება კი ნათლად გამოიხატება შემდეგ სიტყვებში. სამშობლოს ფას მიწაზე დაღვრილი სისხლის ძენს, ხოლო მიწა მხოლოდ მაშინ ხდება მამული, როდესაც მას ყავს შვილი, რომელიც მისთვის სიცოცხლეს არ დაიშურებს. ძვირფასო მუსლიმებო, საზოგადოებრივი სიფრთხეებიდან ერთ-ერთი ყველაზე ფარული და მზაკრული ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ადამიანის რწმენას, რელიგიას და წმინდა ფასეულობებს. ასეთი ადამიანები ხშირად სიმართლის, სათნოებისა და სიკეთის სახელით მოქმედებენ, თუმცა სინამდვილეში რელიგიურ და ზნეობრივ ცნებებს საკუთარი ვიწრო ინტერესებისა და პირადი მიზნების მისაღწევად იყენებენ. ისინი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს, სარგებლობენ ახალგაზრდების გულწრფელობითა და ნდობით, აზიანებენ მათ მომავალს და საკუთარი ინტერესებისთვის დასაშვებად მიიჩნევენ ტყუილს, თვალთმაქცობასა და ორპირობას. ისეთი წმინდა ღირებულებების, როგორიცაა ქველმოქმედება, ღვთისმსახურება, თანაგრძნობა და ადამიანების დახმარება, ისინი საკუთარი მცდარი მიზნების მისაღწევი არ აღადაქცევენ. უზენაესი გამჩენი ასეთი კატეგორიის ადამიანების მიმართ აიათში, რომელიც 15 დასაწყისში წავიკითხე შემდეგ გვამცნობ. როდესაც აფრთხილებენ ნუთესავთ არეულობას დედამიწაზე, ისინი პასუხობენ, ჩვენ მხოლოდ მშვიდობის თესველნი ვართ. თვალი გაახილეთ აი ადამიანო, სწორედ ისინი არიან არეულობის თესველნი, თუმცაღა ამას ვერ აცნობიერებენ. ძვირფასო ძმებო, ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში განხეთქილებასა და
უნდობლობას ავრცელებენ, იშვიათად ამბობენ უარს საკუთარ განზრახვებზე. ასეთი ძალები ყოველთვის ცდილობენ რელიგიური გზნობების გამოყენებას და სხვადასხვა მეთოდით ჩვენი რწმენის ურთიერთპატივისცემასა და საზოგადოებრივი ჰარმონიის დარღვევას. ისინი ცდილობენ ადამიანებს შორის დაპირისპირების გაღვივებას, ერთობის დარღვევას და მშვიდობის ხელყოფას. ამიტომ რელიგიური მანიპულაციებისა და ფარული ხაფანგებისგან თავის დასაცავად ჩვენი უმთავრესი საყრდენი სწორი და ჯანსაღი განათლება უნდა იყოს. ჩვენი უზენაესი წიგნი, ყურანი ქერიმი და საყვარელი შუამავალის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სუნნეთი უნდა შევისწავლოთ კომპეტენტური, სანდო და აღიარებული წყაროების მეშვეობით, რათა მიღებული ცოდნა სწორად გავაცნობიეროთ და ცხოვრებაში ღირსეულად განვახორციელოთ. ამასთანავე ჩვენი უმნიშვნელოვანესი პასუხისგებლობაა, რომ მომავალ თაობას, ჩვენ შვილებსა და ახალგაზრდებს თავიდანვე შევასწავლოთ სუფთა, ჯანსაღი და ჭეშმარიტი რელიგიური ფასეულობები. მხოლოდ ცოდნით, გონიერებითა და სულიერი სიმტკიცით აღჭურვილი საზოგადოებაში ვერ იპოვიან ისინი ადგილს, ვინც წმენის ბოროტად გამოყენებას ცდილობს. ძვირფასო მორწმუნეებო, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახურ ცხოვრებასა და სოციალურ ურთიერთობებში ნდობის, გულწრფელობისა და სიყვარულის გამტკიცებას. არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას იმ ფიქრით, რომ ყველა საფრთხე უკვე ჩაიარა, ყველა საფრთხემ უკვე დასრულდა. როგორც მორწმუნეებმა უნდა გამოვიჩინოთ სიფხიზლე, შორშრეტელობა და გონიერება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განხეთქილების გამომწვევი მიზეზები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს. ღალატი ხშირად ეძებს ხელსაყრელ დროს, ხოლო ბოროტი განზახვის მქონე ადამიანები შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ მეთოდებს ცვლიდნენ. ამიტომ მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენი რწმენა, ჩვენი ერთობა და ჩვენი სულიერი ფასეულობები. ხუთვეს კი იმ ხადისი შერიფით დავასრულებ, რომელიც ხუთვეს დასაწყისში წავიკითხე. რა ცუდია ის ადამიანი, რომელიც რელიგიას ამ ქვეყნიურ ინტერესებს წირავს. და რა ცუდია ის ადამიანი, რომელიც საკუთარმა ვნებებმა და სურვილებმა სწორი გზიდან გადააცდინა. ألا إن أحسن الكلام وأبلع النظام كلام الله الملك العزيز العلام كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون بسم الله الرحمن الرحيم إن الدين عند الله الإسلام